სათამაშოების უსაფრთხოება. Ყველა მშობლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება. სათამაშოების თანამედროვე ბაზარი დღეს მრავალფეროვანი არჩევანითაა სავსე, იქნება ეს იმპორტირებული თუ ადგილზე წარმოებული სხვადასხვა მახასიათებლებისა და შემადგენლობის მქონე, თუმცა ის ფაქტი, რომ მშობლების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს უხარისხო სათამაშო, კვლავ გამოწვევად რჩება. და რეალურად რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოებს შევიძენთ. რას უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული სათამაშო. პირველ რიგში ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს ან ბაზრ ნაწილებს არ უნდა შეიცავდეს. ამის დასამტკიცებლად კი პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი შემდეგი ორი სიმბოლო უნდა იყოს. მაგალითად, C სიმბოლო მიუთითებს, რომ სათამაშო ევროკავშირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს სტანდარტებს შეესაბამება. ტესტირება გავლილი აქვს ევროკავშირში გაყიდვის ნებართვა აღებული და ყალბი ან ნამდვილი უსაფრთხოების ნიშნების გარჩევის შესაძლებლობას იძლევა. ხოლო EN 71 არის სათამაშოების ევროპული უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც უსაფრთხოების შემდეგ მოთხოვნებს განსაზღვრავს. მცირე ნაწილებით გამოწვეული დახრჩობის რისკი, მავნე ქიმიური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების შემცველობა, აალებადობის რისკი, მექანიკური და ფიზიკური უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, სათამაშოების უსაფრთხოებაზე ფოკუსირებული ცნობიერების ამაღლება, როგორც პრევენციულ, ისე საგანმანათლებლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. სწორედ ესაა ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ქვის უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურების მიზანიც. სათამაშოების უსაფრთხოების კამპანია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც GIZ-ი ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნოს მასთან დაკავშირებული სიმბოლოები და გარდა ამისა, იცოდეს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვის უნდა დაუკავშირდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტი ახორციელებს ამ კამპანიას. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ საქართველოში ადგილობრივ მწარმოებლებთან, რათა სათამაშოების მწარმოებლების ხარისხი მაქსიმალურად მიუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოა და მისი მონაცემებით 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით 334 დასახელების სათამაშო ნიმუში აიღეს. შედეგები კი ასეთი იყო. მაგალითად, 116 ტყლარწიდან 95-მა ქიმიური უსაფრთხოების ნაწილში რეგულაციის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. 74 ლატექსის ბუშტიდან 22 ასევე ქიმიური უსაფრთხოების ნაწილში დახარვეს და 71 დასახელების 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სათამაშოებიდან 42-მა მექანიკური უსაფრთხოების ნაწილში მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. 16 დასახელების საბავშვო სათამაშო კოსმეტიკიდან 1-მა ნიმუშმა ქიმიური მოთხოვნები ვერ გაიარა. სხვა ტიპის სათამაშოებს რაც შეეხება, 40 დასახელების ნიმუშიდან 2 ნიმუში მექანიკური უსაფრთხოების ნაწილში დახარვეს და ხოლო 17 სხვადასხვა დასახელების სათამაშოზე ჯერ კიდევ შემოწმების პროცედურები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ცნობითვე ბოლო 2 წლის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან სათამაშოებთან დაკავშირებით მიმართვიანობა არ დაფიქსირებულა. ძირითადი აქცენტი კეთდება იმპორტირებულ სათამაშოებზე, რადგან დარღვევები ყველაზე ხშირად სწორედ აქ არის. მიუხედავად ამისა, ნაკლებობა არის ინფორმაციის საზოგადოებაში, თუ ვის შეიძლება დაუკავშირდნენ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ეს არის ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ აღგვეპხრას ეს პრობლემები და გააკეთოს იდენტიფიცირება უსაფრთხო და რისკის შემცველი სათამაშოებთან დაკავშირებით. და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ამის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ქონდეს მომხმარებელს. ამ დროს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მშობლების ცნობიერება ამაღლდეს. აკვირდებოდნენ იმ ნიშნებს, რომელიც პროდუქციაზეა დატანილი, ეცნობოდნენ მის წარმოშობას, ხარისხს და შემადგენლობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს აცნობონ, რითაც არა მხოლოდ საკუთარ შვილებს დაიცავენ, არამედ ყველა ბავშვს, რომელმაც შემდგომში შეიძლება ეს კონკრეტული სათამაშო გამოიყენოს.